თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებით მაყურებლებო, ვინც შემდეგ უკვე YouTube თუ სხვა სოციალურ ქსელებზე ჩვენს გადაცემებს უყურებთ. ჩვენი გადაცემებთა ციკლი, რომელიც არის რადიო ხონის ხმა, ჩვენი სათემო რადიო, უკვე ბევრმა ადგილობრივმა და ისედაც ადამიანებმა უკვე ასე თუ ისე კარგად იციან, ბევრი გადაცემა გავიდა უკვე ეთერში და წინ კიდევ უამრავი კარგი გადაცემა გველოდება. და ტრადიციულად ყველა გადაცემას ყავს სტუმარი, ყოველთვის ვარჩევთ საინტერესო რესპონდენტებს, რომლებიც ჩვენ თემში ცხოვრობენ, ჩვენთან არიან, თავიანთი საქმიანობით გარკვეულ კვალს ტოვებენ, ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ ხონისათვის, ზოგადად თემისათვის და ნამდვილად ერთ-ერთია დღევანდელი ჩემი რესპონდენტი, ბატონი კახა კვაშილავა, რომელიც შეიძლება უკვე ითქვას ხონელია, თუმცა ხონელიც არ არის, აფხაზეთელია, ისინი ასე უწოდებენ მის თავს, ვინც ხონის სათემო ცენტრთან ყველამ კარგად ვიცით არის ძალიან დიდი დასახლება, კომპაქტურად ჩასახლებული ადამიანები, რომლებიც იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ტერიტორია, აფხაზეთი, თავის დროზე და ცხოვრების დინებამ სხვადასხვა გზებზე მიმოაბნია ისინი ნათესავებიც, ოჯახებიც, მაგრამ აქ რაღაც გარკვეულწილად ერთად მოიყარენ თავი და პატარა აფხაზეთი შექმნეს, რაღაცა საოცარი მოდელია მართლა, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული დასახლება აფხაზეთელების, რომელიც აფხაზეთის ქუჩაც კი ეწოდა მას ოფიციალურადაც. ბატონი კახა არის არა მარტო აფხაზეთელი, არის მებრძოლი კაცი, ვეტერანი, ადამიანი, რომელმაც ყველანაირად მის გულზე, სხეულზე, სულზე, ყველაფერზე გაიარა ამ კონფლიქტმა. შემდეგ უკვე ცხოვრების დინებამ ხონამდე ჩამოიყვანა და ხონშიც საკმაოდ აქტიურად, ხელახლა დაიწყო ცხოვრება, რასაც ქვია და იმდენად აქტიურად, ისეთ სასარგებლო ადამიანია პირადად ჩემთვის არაერთხელ მithქვამს მისთვის მადლობა. ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტში ერთად ვართ, მათ შორის ამ სათემო რადიოშიც ჩვენ გვერდით გვიდგას მაქსიმალურად სასწავლო პროცესებს, რომელიც ჩვენის განათლების დასრულთა სათემო ცენტრი ახორციელებს, რა ვიცი, ყველაფერი კახა არის, თამამად შეიძლება ითქვას და მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი პროცესის ფორმირება, მათ შორის ტურიზმის სკოლის, რომელსაც მე ვასწავლებ, მაგრამ ეს სხვა თემაა. დღეს ჩვენ გვინდა კახა სხვანაირად გაგაცნოთ. ბატონო კახა, პირველ რიგში გავეცნოთ მაყურებელს, მოგვიყევით თქვენი ოჯახის, დიდი ოჯახის შესახებ ჯერ, სადაც დაიბადეთ, ვინ იყავით, სად იყავით, როგორ ცხოვრობდით და მე ნელა ჩამოვიდეთ ხონამდე და როგორ მოვიდეთ ხონამდე, ამაზეც ვილაპარაკოთ. კი ბატონო, პირველ ყოვლისა მოგესალმებით ყველას. გისურვებთ წარმატებებს პირველ ცხოვრებაში. მე ვარ კახა კვაშილავა. დაიბადე 1970 წლის 1 დეკემბერს გულრიფშის რაიონის სოფელ განახლებაში. განახლებაში ქონდა სახლი, ოჯახი, ყავს დედა და მამა სამწუხაროდ არ მყავს უკვე. ცხოვრობდით 4 ხნი. სწავლობდი ეგნატინოშვილის სახელობის საშუალო სკოლაში ჩვენთან. ეს გულრიფში. კი ბატონო. თუ სოფელში? სოფელში იყო, მაგრამ სოფელში. სკოლა. რომელიც დაამთავრე 88 წელს, 1988 წელს და იმავე წელსვე მომიწია სამხედრო სამსახურმა. პრაქტიკულად 17 წლის ბიჭი, ხო, თლად? კი ბატონო, 1 დეკემბერი ერთი თვის გულისთვის არ შემიყვანეს, ადრე არისო სკოლაში წასვლა, როდესაც ჯარში მივდიოდი, წინა ნაკადთან ერთად წამიყვანეს, მსახურობდი სსრკ-ში ერაღებულ ძალებში, რუსეთში, ტიუმენის ოლქში, რომელიც შეიძლება ითქვა წარმატებით დავამთავრე. 90 წელს დავბრუნდი 90 წლის დეკემბერში უკვე
სახლში, სადაც აქტიური მონაწილეობას ღებულობდა უკვე მამაჩემი ერთ-ერთი ლიდერი იყო ეროვნული მოძრაობის. მიხარობდა სულ მათ გვერდით ყოფნა ხამდენი ხნის უნახავი რამე და გავიცანი ბიჭები, ვინც ამ ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ, მასთან ერთად შეიკრიბებოდნენ ხოლმე, ჭობდნენ რაღაცაზე. თქვენ ჩართული იყავით ამ ეროვნულ მოძრაობის ამბებში? ჩავერთე, გავიცანი ეს ბიჭები და ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომ ნახდად ჯდებოდა სულშად აგულში რომ იტყვიან, არც ერთი არ იყო დაუშვად ისეთი რომ არ მოგწონებოდა, ნარჩევი ბიჭები არ ვიცი ეს შემდგომ უკვე მეთაურმა ჯანი ერღონჯელიამ ჩვენ დავაარსეთ შემდეგ ეროვნული მოძრაობის შემდეგ გულრიფშის ნომერ მე-14 ბატალიონი ეს პირველი იყო სოფელში. უკვე ომი რო იწყებოდა? ომის დაწყებამდე 91 წელია. ომის დაწყებამდე როგორ დააარსეთ? პრაქტიკულად არაფორმალურად? მოძრაობა რომ ეროვნული გვარდია ხომ დაარსდა რა? როგორც გვარდია. არა საბრძოლო იმისთვის, როგორც გვარდია. გავიგე. აი ეს ხალხი ამ ვინც ვიყავით ამ ეროვნული მოძრაობის ეს დაწყება პირველი ის რომ გითხარი. ანუ გვარდიის ჩამოყალიბების პირველი ელემენტები მაშინ. კი ბატონო. იქ იყავით. კი ბატონო, შემდეგ თბილისის მოვლენები ვიყავით მანდაც სამწუხაროდ არ იყო. თლად კარგი ამბები. შემდგომ უკვე ეს რომ მორჩა თბილისის ამბები ძალიან დაიძაბა ვითარება აფხაზეთში. მშობლები რას ამბობდნენ, როგორც რაღაცა სამხედროის გააგრძელეთ? მამაჩემი თვითონ ამ მოძრაობაში იყო ჩართული და სულისკვეთებით იზრდებოდა ისედაც. ანუ რამე ისეთი პრობლემა არ ყოფილა ოჯახში. სახში შეგუებული იყვნენ, დედამაც იცოდა რომ ჩვენ მაინც სახში დამრჩენები არც ერთი არა ვართ და ერთად ვიყავით, მამაც იბძოდა? ორივე იბძოდით? კი, მოგეყვებით მაგის. დიახ, ძალიან საინტერესო. მე მოშობაში თუ გახსოვთ, დიდებში თუ იყო ეს ზღვა? არავითარი. არა, აი მამა თქვენი თაობაში. პირიქით საოცრება იყო რა. ანუ ვერც გზნობდით ხო? მირონება ქონდა, მეზობლობა, მეგობრობა რა არის. არ არსებობდა ეს ქართველია ისაფხაზი. უცებ აღმოჩნდით ბარიკადის იქიდან და აქედან მხარეს. კლასში ყავდათ ვინმე აფხაზები? კლასში არა, მაგრამ მეზობელი იყო ანდრეი გოჩუა, რომელიც მირონობა გვაკავშირებდა მაგ ოჯახთან, ბიჭი მოუნათლეთ. ხო. და ნათლიანი მირონობა ხო, კი რა თქმა უნდა. იყო ორი ტიპი იყო. ამ მოსახლეობის იყო მუსულმანები და იყვნენ ქრისტიანები. უმეტესობა მგონი ქრისტიანები იყვნენ, კი ბატონო. და მუსულმანები უფრო იქით გუდაუთის მხარეზე და რამე იყვნენ. ორივე ერთად იბძოდით? კი ბატონო, ორივე ერთად იბძოდით. მამა იქ არ დაიღუპულა, ხო? ამ ბრძოლაში არა, აქ დაიღუპა შემდეგ. მამა დაიღუპა 3 დეკემბერს. იქ დაიღუპა გულივში? ოჩანჩილის რაიონის სოფელ ათარა არმიანსკაიაში. საფლავი იქ არის მოგახსენეთ ამასაც, მე 1 დეკემბერს ხომ ვიყავი დაბადებული და ჩვენ ორივენი სახლიდან გასული ვიყავით, ბიჭებმა ესე იგი მეგობრებმა მოიფიქრეს რომ 1 დეკემბერი აიღებისა ჩვენთან სახლში. მოვიდნენ. ჩვენ სახლში არა ვართ არც ერთი, იქ დასაკლავი რაც იყო. დაკლეს მოამზადეს 92 წლის 1 დეკემბერი. მოამზადეს ყველაფერი და მე გამოუშვეს კაცი ჩვენთან მეზობელი რომ ზაური თქვენს ოჯახში რაღაცა არეულობაა, სამხედროები დადიან ზევითქვევი და რაიმე უბედურება არ იყოსო. უცებ რა თქმა უნდა მივედით სახლში და აქ უკვე ფორმარილი გაშლილი რამე და ჩვენ ვაკვდით მარტო დაგპატიჟეს ჩვენს ოჯახში. დაბადების დღე გადაგვიხადეს ფაქტიურად ბიჭებმა. ვიკეიფეთ კარგად რასაც ქვია მამამ ყველასთან. და მამა მერე როდის გარდაიცვალა, რამდენი ხანი? 3 დეკემბერს, მე-13 დღეს. უი რა სამბო. ჩვენ აი პირველში რომ ეს ანუ სოხუმის დაცემამდე. სოხუმის დაცემამდე ახალი დაწყებული არის ომი. სექტემბერში ხომ დაიწყო. ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი უკვე და როცა უკვე სოხუმი დაეცა, როგორც ვთქვი, ჭუბერით გადმოდით, ხო? კი. მთელი ოჯახი? არა, მამა იქ დასაფლავებული იყო, მე და დედა. ფეხით გადმოდით? გადმოდით. გაიხსენეთ, ეს ვერტუ მტკივნეული არ არის თქვენთვის. მტკივნეული რა, 11 დღე დაღამე მოვდიოდით თითქმის. აქ ჩემი ისა რა ქვია, გადმოსვლა კიდევ როგორ იყო? 27-ში დაეცა ხომ სოხუმი. დიახ. ჩემი ასეული უკვე მე იქ ასეულის მეთაური გახლდით. დავალებას ასრულდა 8 კილომეტრიანი ზოლი ჰქონდა ჩვენ ჩაბარებული, სადაც და გადაგვეკეტა ეს ზოლი რა აფხაზების და კოდორის
გაღმა აფხაზები იყვნენ, გამოღმა ჩვენ. ეს 8 კილომეტრიანი ზოლი დაკეტილი უნდა ყოფილიყო, რომ დივერსიული ჯგუფები არ შემოსულიყო, რაიმე არ მოეწყოთ გაუგებრობები ჩვენ ზურგში. ჩვენ გამოვედით იქიდან 29 სექტემბერს, 27-ში სოხუმი ხომ ჩაბარდა. აჰა. მე ვიყავი კოდორის ხიდზე, ჩვენს ბატალიონთან ერთად და 27-28 ჩვენ სოხუმი რო აღებული არ ვიცით. აი უკვე 29 რაღაც 10-11 საათზე გამოვედით უკვე იქიდან, როდესაც უგზო მოგვიგაგუნეს და ოჯახს არ შეხვდით, თუ ცაცაგე გადმოდით. ოჯახს მე რო დავბრუნდი იქიდან წინაღამით. სახში მიხვედით, ხო? სახში გამოსვლა რამე ერთი ხო, სახში უკვე არ იცოდით, რომ დამთავრებული იყო ეს ყველაფერი. ჩვენ დავიცოდით ეს. არაფერი არ ვიცოდით. ოჯახმა? არც ოჯახმა, მთლიანად სოფელის ევაკუაცია და რამე გამოვაცხადეთ, აი რომ დაბრუნდების შემდეგ რომ 29-ში და ტელევიზორისთან არა საიდან არ იყო. სოფელში ევაკუაცია გამოვაცხადეთ, ვინც იყო წამსვლელი რომ გასულიყო, ბევრი დარჩა, ბევრი გამოვედით. შეუერთით აი ამ წებელდაში უკვე იმ ბრძოლებით უკვე 29 სექტემბერს მე-6 ბატალიონის ნაწილის, მე-6 და პირველი ბატალიონის ისევ ძველი პირველი გვარდიელები ერთად შევიკრიბეთ და ერთად გადმოვედით ამ უღელტეხილით. უღელტეხილით. იქ მამის საფლავი, ბებია ბაბუების ალბათ ხო? მის ადგილზე სადაც უნდა ყოფილიყო. ხო და საგვარეულო მის მერი არ ყოფილ ხართ იმ ადგილზე? არა, საიდან. ან რაღაც ხო ხდებოდა ზოგი გადაპარვა გადმოპარვა. არა. ჩვენთან სხვა სიტუაცია სულდა ვერ მაშალოთ. ანუ გაუშვეს ვიღაცები მე უკვე რო გადადიოდნენ ენგურით ეს არა. თქვენ მებრძოლი 42 კაცზე მათ ხონდათ ციგნში საერთოდ შეტანილი რუსულად ბექტოვანი ვრაგი აფხაზი. და აქ ანუ თქვენ უფრო როგორც მებრძოლი 42 კაცი ამ ჩვენი სოფლის განახლებიდან. აქ ესენი გამორიცხულია მათი შესვლაში. თუ იურისდიქცია არ აღდგა რა თქმა უნდა საქართველოში ღმერთმაც ქნას ასევე დაუჯერებელი იყო ყარაბაღის თემის მოგვარება და ისე უცებ მოგვარდა საჭირო დრო სამაგალითოა ეს მე ხო აი ვერც ერთი აზერბაიჯანი ვერ იფიქრებდა ორი თვით ადრე რომ ის ქალაქ შუშაში და სტეპანაკერტში ჩავიდოდა თავის სახს ნახავდა მე ვნახულობდი ჩართული ვიყავი ამ კონფლიქტების შემაჟი ჟურნალისტი ბევრ შეხვედრებში და უერთჩვენიერ დღეს ადამიანები მივიდნენ თავის სახში მამის ფოტოები ნახეს საფლავებთან მივიდნენ რაღაცა მაგე არავინ არ იცის რა იქნება ამის იმედი არ უნდა დავკარგოთ ბატონო კახა ვიცი რომ თქვენ როგორც მებრძოლი უფრო მძიმეა თქვენი ჯვარი ვიდრე მხოლოდ გადმოსვლა კოდორის ხეობაზე და არ მინდა არც თქვენ დაგამძიმოთ და არც მაყურებელი მაგრამ ეხლა რომ ვილაპარაკოთ იმაზე როგორ აღმოჩნდით შემდეგ ხონში როგორ მოხვედით აქამდე ესე იგი ვინმე ყავდათ არა ნათესავი ნამყოფიც არ იყავით ალბათ ხო ხონში ნამყოფი არა ხონში არა და ქუთაისში თბილისში რა თქმა უნდა ხონში არც ხონში არა არც ვიყავი აქეთ მხარეს რა მინდოდა გავლით თუ აქ სპეციალურად არ შემოხვედე გავლით აქ ვერ მოხვდე მაგალითად რაღაცა ნათესავი ყავდა და იმის გამო წამოვიდა კი ბატონო აქეთ ჩვენი ნაწილი აი ერთად შეკრებილი ჯგუფი მეთქვი რომ ვამბობდი დავბანაკდით ქუთაისში აი ახლა ციხეები რო არის სულ 42-ვე ვინ 40 არა 42-ვე ეს 42 კაცი იმ სიიდან არა რომელსაც ურან შესვლა შეუძლია შავსიაში რო ყავთ წიგნში ყავთ შეყვანილი ახლა ცოცხლები არიან თქვენ მეგობრები ნაწილი ხო ნაწილი გამოსვლისას დავგარგეთ 10 კაცი აჰა და განაჩენი ვართ რა ზოგი შემდგომ აი ამ ვედურებას ვერ გაუძლო ზოგი მე რა მოკვდა რა ვიცი ურთიერთობა გაქვთ ხო ალბათ რა თქმა უნდა ყველასთან აბსოლუტურად ყველასთან ხო კი ბატონო და აქ თუ არიან თქვენ თემში თქვენი მეზობლები ბავშვობის მეგობრები ვინმე კი რა თქმა უნდა არიან ხო იმიტომ რომ ვერ ცივდები ანუ აქ არ გაგიცნიათ ყველა არა ხო ანუ ეს იცნობ აქ მეზობლებიც არიან ერთ ბატალიონში ნამყოფი ხალხი ვინც ვიბრძოდით ისინიც არიან მათი ოჯახები კი ბატონო ოჯახებით რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთი არ მივატოვეთ და იმიტომ არის მაგა გაგაძლებინათ როგორც კი ბატონო ამ ქუთაისთან შემდეგ აქ იყო ბაზირება ყოველთვის ველოდებოდით გასვლას რა ქვია აფხაზეთში დაბრუნებას ისევ აი ამ ომით იყო რამოდენიმე მცდელობაც ხომ ზოგჯერ სვანეთიდან იყო აქეთ 98-ში
სუგდიდიდან გალის მოვლენები რამე ორგანიზაციებით რა ვიცი მაგრამ სამწუხაროდ ისევ აქავართ და ნაბიჯის და ხონში როგორ მოხვედით არ გითქვამთ სრულად ხომში ნაწილი ხომით გაქვს ჩვენ და მაგის გამო თან დარჩით აქ და მე დევნილები ახლა კომპაქტურად კი ბატონო იმიტომ რომ მეტად ვიყავით ესენი შეგდებილნები და ველოდით ყოველთვის დღეს არა ხვალ იქნება გასვლა რამე იქ და თუმეტეს ჯარი უკვე ძლიერდებოდა ცოტა და დავჭით და შექმენით ოჯახია კი ბატონო ოჯახი შექმნით ოჯახი შექმენით საქმეც თქვენი გამოგიჩნდათ აქ მე ვფიქრობ ფასდაუდებელი საქმე გააკეთა დანიის სტოლცა საბჭომ ჯერ შემდეგ უკვე DVD International-მა ვისი ფარგლების ქვეშაც ეს გადაცემები მზადდება მართლა ფასდაუდებელი საქმე გაუკეთა ამ პროექტით ამ დასახლებას პირველ რიგში იძულებით გადაადგილებულებს, იმიტომ რომ ალბათ ნუ ყველგან ეს არ არის ასე სხვა ცენტრებში, მაგრამ აქ ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მეცნიერება იქნებოდა ის, რომ მოხდარიყო ამ ოჯახების გაძლიერება, ამ ადამიანის გაძლიერება, თქვენც აქ დასაქმდით, მოგვიყევით აქ ხონისათემო თემში, როგორ გამითარდა შემდეგ თქვენი ცხოვრება, როგორ დაუკავშირეთ ამ პროექტს თქვენი თავი და აი ამ გზის შესახებაც. ნუ ხონის დასახლებაში აქ ცხოვრობ როგორც მოგეხსენებათ, საფთან ახლოს არის კულტურის სახლი. რომელიც არის ფანტასტიკური გაკეთებული ნამდვილად. კი ბატონო, მაშინ სადღაც მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კაი ცენტრია ამ ცენტრებს შორის. დანგრეული იყო. მაშინ დანგრეული. დანგრეული აქ მას რა ქვია მაგას ნატრობდით რომ ოღონდ გადაგვახურა სახურავით და ეს კედლები ესოთა. მაგრამ მე როცა ორგანიზაციაში მოვედი, აქ საკმაოდ კომფორტი გაქვს. კი ბატონო, აქ უკვე გაეროს დახმარებით, დანიის სტოლთა საბჭოს დახმარებით, ესე იგი ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. შენობის გადახურვა კი არა, კაპიტალური რემონტი გაგვიკეთეს, რაშიც დიდი წვლილი ნახდათ მიუძღვის ამოკაცოთ მიაშვილს და უკვე გამოცოცხლდა რა, გამოცოცხლდა დასახლებაში მოსახლეობაც აი იგრძნობოდა სულისკვეთება რაღაც სვანაირი. აქ ტარდებოდა სხვადასხვა ტრენინგები რაშიც მონაწილეობა საზოგადოებით, გაიხსნა შემდეგ სათემო განათლების ცენტრი, აქ მოვიდა მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საჩუქარი მთელი ხონისთვის და ეხლა ზოგიერთი სასწავლო ადგილებია მთელი ხონისთვის კი არა, მთელი იმერეთისთვის და ცოტა იქეთაც სამეგრელოსთვის და როგორც მოგეხსენება, ძალიან კარგადაც მუშაობს. თბილისიდან ყავდა მსმენელები ვანიდან, სანტრედიდან, სამეგრელოდან, მარტვილიდან. კი ბატონო. თითქმის ყოველთვის. თბილისიდან აქეთ რომ მოვიდა და გამოვებოდი. მე მაგათაც ყოფილა აქ ესეთი რაღაცა, რომ ორი ყოფილა ხონელი და 18 ქუთაისი. კი, ყავდა ერთი თქვენი ჯგუფი. ხო, იყო ასეთი ჯგუფი და მე ვსუხობ, ამ ორ კაცს მოვიდოთ ხელა და წავეყაროთ ხონში. ეს რომელი კაცი რო ჩამოდი 7-8 მანქანით. კი ბატონო. ბატონ გახა. ეხლა ეს გადაცემა როცა გადის ამ წუთში როცა ადამიანები უყურებენ შეიძლება რაღაცა უფრო გვიანახოს სოციალურ ქსელში თავსდება და რაღაც გარკვეული სპეციალური ბადი არ არის იმისი შეიძლება ადამიანმა ეს ნახოს ოქტომბერში, დეკემბერში, მაგრამ ეს ჩვენი გადაცემა რომელიც ახლა სექტემბერში გადის თან ემთხვევა სოხუმის დაცემის დღეს. ამ გადასახედიდან ნუ ხა ბავშვობა სადაც არ უნდა გაატარო ყველა სენატრება ეს სევდიანია თუ არა სევდიანია ყველა სენატრება. კი ბატონო. თქვენ რა გახსენდებათ ბავშვობიდან როცა მაშინ არც ომი იყო, არც არაფერი არ იყო. რა არის ის მოგონება, რაც წარუშლებს საბეჭდილებას ტოვებს თქვენზე და თქვენზე დიდ გავლენა იქონია და დღემდე გამოყვათ და შეიძლება დიდ ბავშვად დააგტოვათ იმ ამბავმა, რაც თქვენ ყოველთვის გქონდათ, როცა აფხაზეთში ცხოვრობდით. ჩემი სოფელი სამეზობლო ის გარემო სადაც ვიზრდებოდი ძლიერი სოფელი იყო სხვათა შორის გაკეთ მახსენდება კიდე რომ ქალაქი ახლა სოხუმი იყო ჩემგან დაეცილებული როგორც აქედან და ქუთაისის 30 კილომეტრიც არ იყოს და რომ 7 სიახლოვეს იყო ანუ თითქმის სოხუმშიც კი ბატონო აქ ყოველდღე იქით მუშაობდა ხო მამა ჩემი კიდე
ხშირად დავდიოდით. ეს სილამაზე ეს ყველაფერი არის მენატრება. გარდა იმისა, რომ სილამაზე და ადგილმდებარეობა იქ დატოვებული საფლავები მენატრება ძალიან. ის ეზოკარი, სადაც ვიყავი, სადაც გავიზარდე. მართალია ეს არაფერი არ არის, მაგრამ მიწა ხომ დიდი დარჩა. არსადაც ასულა. ჩვენი მიწა. კი, სადაც ფეხი ავიდგი, რომ მიტყვიან ცვარიანი დორზე ფეხში შველი რომ გარბოდი და ბევრჯერ მოხვედრია კიდე ჩაიცდორე გაცივდებიო. იმ ადგილს რა დავიწყას. იმ სასაფლაოებს, რომელიც იქ მადარჩენილი. რა ვიცი, რაც დრო არ უნდა გავიდეს, ნათქვამი მქონდა წინათ რომ ტურისტული ვიზიტაც რომ იყოს, ერთხელ მაინც შევავდგო, მაგრამ ტურისტული ვიზაც არის როგორც მებრძოლისთვის, პირადად თქვენთვის გართულდება, მაგრამ ისე უნდა დადგეს საქმე რომ პირიქით. როგორც გმირი ისე უნდა შეხვიდეთ თქვენს მიწაზე. ეს დამოკიდებულია თავრობაზე და მსოფლიო პოლიტიკაზეც. არავინ არ იცის. სამბო მეწონა აგერ ყარაბაღის. კი ბატონო, ყარაბაღის კონფლიქტი შესანიშნავი ხლა ჩვენ მეზობლად მე არ გავარდნილა ისე მოგვარდა ეს კონფლიქტი, არავინ არ იცის. 30 წელი ეს კონფლიქტიც მიდიოდა. იქ ხომ იყვნენ არა, ქვია, ტრებიც იყვნენ. ტრობისგან განსხვავებით იყო მაგალითები ხომ ერთმანეთის პატივისცემა და რამე. არა, მოვეცლებით ახალგაზრდა კაცი ხართ, მას ჩვენ ხა გერმანიაში რომ ზახვიდეთ გრძნობთ რომ იმ ხალხმა თქვენი ოჯახის წევრები დაგეხოთ, საათ ხომ არ გრძნობთ, მაგრამ შეიძლება თქვენი დიდი ბაბუ ან ბაბუა ვიღაცამ გერმანელმა მოკლა, მაგრამ იმ დრომ უკვე ისე დაადგინა ეს ყველაფერი, ისე დაადგინა წაშალა, იმიტომ თაობები ჩვენ მიუტევთ, ჩვენი თაობაც, იმათი თაობაც, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი აუცილებლად ერთმანეთისგან. სხვა გზა არ არსებობს ალტერნატივა, ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ბატონო დავით, გაგიბოდის მოგიხდით, გაგიკვირდებათ, მაგრამ ორთავე მხარე ერთსა და იგივე საქმეს ვაკეთებით. ორივე ვიცავდით სამშობლოს წრისგან ასე ვთქვათ. კი ბატონო. თუ 92 წლამდე ჩვენ მეგობრები მირონოები ვიყავით და 13 წლზე გადადეს ეს მირონობაო და ახლა როგორ გავხდით? ტრები ერთმანეთის ხომ? აქ ვინც ამ საუკუნეებით არ ვიტყოდი, რატომაც არა საუკუნეებით გამოვლილ გზაზე, რომელზეც ერთად მოვდიოდით, ჭირილ ხენი ერთი ქონდა, ეს ხომ ყველაფერი მესამე პირმა ჩაგვითესა, ეს უბედურება. აბსოლუტურად. ასე ჩვენ უნდა მოვნახოთ აფხაზების ომი. ჩვენ უნდა მოვნახოთ ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ. თუნდაც როგორც იქნება საჭირო რა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ გამთლიანდეს ეს საქართველო. ისედაც ბევრი არა ვართ და ვინც გაყვარა ერთმანეთს და ამ უბედურების გზაზე დაგვაყენა მაგას მეთინი ხედავს თავის დროზე და უბრალო ხალხმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ რა ვიცი. ბატონო, ხა ძალიან საინტერესო საუბარი იყო. მე მეგონა რომ ბევრი დრო იყო ნახევარი საათი იმისათვის რომ ამ თემაზე გველაპარაკა. პრაქტიკულად ჩვენ ვერ მოვასწარით თქვენ პირად საქმეებზე, აქ რასაც აკეთებთ დღეს ამ საქმეతో, რომ იმდენად თემა იყო საინტერესო, ჩვენ ასე უცებ გავიარეთ თითქოს იგზა, რომელიც თქვენი მთელი ცხოვრებაა. და ეს მჭირდებათ მომავალ თაობებს მოусმინონ ამ ინტერვიუს, მოусმინონ არა მარტო ჩვენს თემში, ვისაც ეს ხმა ისმის აქედან, თელმა საქართველომ და აფხაზებმაც უნდა მოისმინონ, საიდან მოვდივართ და როგორ მოვედით აქამდე. ძალიან დიდი მადლობა, მე ვიცი რომ ადვილი არ იყო თქვენთვის ამის საუბარი, მოსმენა არ იყო ჩემთვის უბრალოდ ადვილი და მithumetes საუბარი. მე კი ჩვენს რადიო მსმენელებს და ჩვენს